მოგესალმებით, ჩვენ ვიწყებთ ისტორიულ მიმოხილვას, ისტორიულ პოდკასტით შეგვიძლია უწოდოთ. და შევეხებით თავისთავად პირველ ცივილიზაციას, ვიწყებთ ისტორიული ხანის მიმოხილვას, რაც შეიძლება გვიანდელი ეპოქიდან ნელ-ნელა წამოვათ თანამედროვეობისკენ და პარალელურად სხვადასხვა ეპოქებს, სხვადასხვა ქვეყნებს და ასე შემდეგ სხვადასხვა მოვლენებს განვიხილავთ. კაცობრიობის წარსული, ვიცი ჩვენ რომ იყოფა ორ ფუნდამენტურ პერიოდად, ეს არის პრეისტორიული და ისტორიული ხანები, მათ შორის განსაზღვრელი, ზღვარი არის დამწერლობა, დამწერლობის შექმნა, რომელიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-4,000 წლებში მოხდა. ეს იყო ინოვაცია და ინოვაციურ როლს ასრულებდა პრეისტორიული პერიოდს ასრულებს ფაქტობრივად ეს და იწყება ისტორიული ხანა და სათავეს უდებს სწორედ ისტორიულ ხანას, რაც ჩვენ უკვე აღნიშნეთ, რომლის კვლევა ფაქტობრივად წერილობითი წყაროებიზე დაყრდნობით იწყება და წერილობითი წყაროების გამოყენება ჩვენ შეგვიძლია უკვე ისტორიული ამა თუ იმ თემაზე კვლევისთვის. პირველი ცივილიზაციები ერთდროულად რამდენიმე რეგიონში აღმოცენდა, თუმცა მათ ჰქონდათ ერთი საერთო გეოგრაფიული ფაქტორი და ეს ფაქტორი აერთიანებს ფაქტობრივად ამ ცივილიზაციებს, ეს არის დიდი მდინარეების ხეობებში, დიდი მდინარეების მიდამოებში დაიწყეს ადამიანებმა დასახლება და ჩვენ ვიცით მესოპოტამია, ნოყიერ ნახევარმთვარე, ტიგროსი და ეფრატის მიდამოებში იყო ეგვიპტური ნილოსის ცივილიზაცია, ინდის ველი, სადაც ინდური ცივილიზაცია გაჩნდა და თავისთავად ჩინეთის ცივილიზაცია ხუანხე და იანძის გარშემო. ამ რეგიონის არჩევას თავისთავად განაპირობებდა ბუნებრივი პირობები, მაგალითად მესოპოტამია, რომელიც ნოყიერი ნახევარმთვარის სახელით არის ცნობილი, წარმოადგენს ნაყოფიერი მიწების ზოლს და ეს იყო ის ნოყიერი მთვარის სწორედ ამიტომ იწოდება, ეს მთებსა და უდაბნოებს შორის მოქცეული ზოლი იყო, რომელშიდაც ფაქტობრივად შესაძლებელი იყო ადამიანის დასახლება, აქ დაითესა მარცვლეული, მოეყვანა მოსავალი და შემდეგ ეს მოსავალი გამოეყენებია. ეს ტიგროსი და ეფრატი პერიოდულად ადიდდებოდა, ეს ნოყიერ შლამს დატოვებდა მის ნაპირების გარშემო და სწორედ ამ შლამს იყენებდნენ ადამიანები დასათესად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, ადამიანებმა პირველად აქ განავითარეს ირიგაციული ტექნოლოგიები, სარწყავი არხების სისტემა შექმნეს, რომელმაც წყლის რესურსების მართვის საშუალება მისცა. ამან თავის მხრივ გამოიწვია საკვები პროდუქტების ჭარბი წარმოება, რამაც შესაძლებელი გახადა მოსახლეობის ზრდა ამ მიდამოებში, მუდმივი დასახლებები გაჩნდა, ჩამოყალიბდა სხვადასხვა ქალაქები და პირველი ცივილიზაცია, სწორედ შუმერული ცივილიზაციას, ქალაქების ცივილიზაცია ფაქტობრივად ეს და ჩნდება აქ ცივილიზაცია. და თავისთავად კულმინაციამდე ჩვენ მივედით, როდესაც იქნება უშუალოდ დამწერლობა და დამწერლობა რას ეხება, დამწერლობის აუცილებლობა გახადა ფაქტობრივად ერთმანეთში კომუნიკაციის, ვაჭრობის, აღრიცხვის და სხვადასხვა ამ თემებთან, სწორედ აქ დაიბადა თავიდან დამწერლობა, სხვადასხვა დაუშვათ რომ ჩაინიშნა სხვადასხვა ინფორმაცია ასე შემდეგ და ასე იქნება ეს ლუსმური დამწერლობა, რომელიც ჩვენ ვიცით თავისთავად, შუმერული დამწერლობა. შუმერების ისტორიაზე თავისთავად, როდესაც შუმერული ცივილიზაცია იქნა აღმოჩენილი, იქნა პირველადი წყაროები ნაპოვნი და ასეთი ჩვენ შეგვიძლია შუმერულ მეფეთა სია ვახსენოთ და რომელიც გვაძლევს ინფორმაციას თუ როგორ იქნება თავისთავად ეს მითია, მაგრამ ეს მითი გვაძლევს ინფორმაციას თუ ამ მიდამოებში როგორ გაჩნდა მეფობა. ისინი უკავშირდებენ პირდაპირ ღმერთებს, რომ ღმერთი ჩამოვიდა და გამეფთა და ასე გაჩნდა მეფობა ერიდიუში, ქალაქ ერიდიუში, ეს იწყება შუმერული ცივილიზაციის ამ წყაროს მიხედვით სათავედ, საწყისად და აქედან იწყება ცივილიზაცია. ჩვენ ხშირად ვახსენეთ ახლა სიტყვა ცივილიზაცია, განვიხილოთ ჯერ რას ნიშნავს ეს სიტყვა ცივილიზაცია. აკადემიური განმარტების თანახმად ეს ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფოს განვითარება, სოციალური სტრატიფიკაცია, ურბანიზაცია, კომუნიკაციის სიმბოლური სისტემაა რა, უშუალოდ, რაც ეს ერთმანეთთან კავშირში არის და რაც ქმნის ცივილიზაციას. მაგრამ აქედან რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ის კომუნიკაციური სიმბოლური სისტემა, რაც ჩვენ თავში ვახსენეთ და ამას მიუთითებს, რომ სწორედ დამწერლობა შექმნეს, ლუსმური დამწერლობა შექმნეს შუმერებმა.
ეს შუმერები ხა როგორ დაიწყო? ანუ ძირითადად სამხრეთ მესოპოტამიაში იწყება დასახლება დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 4000 წელს აღმოცენდა ადრეული ნეოლითური საზოგადოების საფუძველზე იქნება აქ უშუალოდ ეს დასახლებები. შუმერებმა თავისთავად განავითარეს რთული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური სტრუქტურები, რომელმაც მიგვიყვანა ჩვენ უშუალოდ ცივილიზაციის დასაბამამდე, ანუ დასაწყისამდე. როდესაც ჩვენ შუმერებზე ვსაუბრობთ და შუმერულ ცივილიზაციაზე ვსაუბრობთ, შუმერული ცივილიზაციამ ბევრი რამ მისცა ადამიანს და ჩვენ როდესაც შუმერები ისე შევეხებით, ეს აღმოჩენები და ეს მიგნებები აუცილებლად უნდა ვახსენოთ, თუნდაც ბორბალის გამოგონება, სწორად შუმერებმა მოახდინეს გუთანი, იალქნიანი ნავები და თავისთავად გვირგვინი დამწერლობის შექმნა, რომელიც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ცივილიზაციის განსაზღვრაში. ეხლა სად მდებარეობს ეს მესოპოტამია, ჩვენ ვახსენებთ ტიგროსი და ეფრატი, ასე შემდეგ, მაგრამ უშუალოდ რა ტერიტორიებს მოიცავდა, ესეც ვახსენოთ. დაახლოებით ეს ტერიტორია მოიცავდა თანამედროვე ირაყის, სირია, ლიბანი, ისრაელის, პალესტინის ტერიტორიებს. ფაქტობრივად ეს იყო ოაზისი, რომელიც შემოსაზღვრული იყო მთებითა და უდაბნოებით, ხოლო ეს კაკალი იყო ოაზისი, სადაც ადამიანს საშუალებას აძლევდა დაეთესა, მოეყვანა მარცვლეული და ფაქტობრივად ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც იმ პერიოდში აგრარულ კულტურებს ახასიათებდათ, რომ თავი ერჩინათ რა, მოკლედ. ეს ტერმინი ნახევარმთვარე ძირითადად ჯეიმს ჰენრი ბრესტედის მიერ დამკვიდრებული ტერმინი არის უშუალოდ, ეს იყო ეგვიპტოლოგი და მისი დამკვიდრებული ტერმინია და როგორც ვახსენეთ, ეს ის კალია, რაც იმ ტერიტორიებზე ესახლობდა, რომელიც უკვე ვთქვით და იყო ნოყიერი მიწები და წარმოადგენდა ნახევარმთვარესავით იყო მორკალური და აქედან ეწოდა მას უშუალოდ მესოპოტამია კი ბერძნული სიტყვაა და დინარეებს შორის მიწას ნიშნავს, ესეც თავისთავად ვიცით ჩვენ, ფაქტობრივად ეს ცენტრალური ნაწილი იყო ნოყიერი ნახევარმთვარის. ანუ პირველი დასახლება უბაიდის პერიოდში ფაქტობრივად ჩდება აქ, ძველი წელთაღრიცხვის 6500-დან 4100 წლამდე ამ პერიოდში არის ეს დასახლებები. ამ ეპოქაში პირველი მუდმივი დასახლებები გარჩა და დაარსა სამხრეთ მესოპოტამიაში. აქ გაჩნდნენ ფერმერები ფაქტობრივად, გლეხები, ან არ აქვს მნიშვნელობა რას უწოდეთ, ამ შემთხვევაში ფერმერები ავიღოთ, ამ შემთხვევაში მიღებული ტერმინია, რომელიც თავისთავად მიწაზე ესახნობდნენ, მოყავდათ მოსავალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისინი ფლობდნენ თავისთავად ირიგაციულ სისტემებს, სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაცია სწორედ აქედან იწყება, ტექნოლოგიების გამოგონება ეხმარება მათ, მდინარის წყლის გადატანა ხდება ამ ირიგაციული სისტემით და შემდეგ იმ მიწების მორწვა, რომელიც ამა თუ იმ ფერმერს ეკუთვნის ამ შემთხვევაში და ასე იწყება უშუალოდ აქ ამ კულტურების განვითარება ნელ-ნელა და რაც მივყავართ უშუალოდ შემდეგ ქალაქების აღზევებამდე. ეს ფუნდამენტური კულტურული ფაზა, რომელზედაც შემდგომში უფრო სანახაობრივი ურბანული განვითარება აშენდა, მდინარეების მართვის უნარით იყო განპირობებული ფაქტობრივად, ეს იყო გასაღები, რომელმაც რეგიონის პოტენციალი მთლიანად გახსნა, რითაც ხალხმა საშუალება მიიღო და აძლევდა თავისთავად საშუალებას, რომ ერთ ადგილას დასახლებულიყვნენ და აეყვავებიათ ის ადგილი, სადაც უშუალოდ დასახდნენ და საფუძველი ჩაეყარათ მსოფლიოს პირველი ქალაქებისთვის. შუმერებისთვის, ანუ გრძელი და რთული ისტორიის მკაფიო ჩარჩოს შესაქმნელად ჩვენ რო ეხა გამოვსახოთ უშუალოდ აქ რა თემები ხდებოდა როგორანაირად. უნდა დავყოთ მოკლედ მაგისტვის პერიოდებად და ეს პირველი პერიოდი, როგორც ვახსენეთ, უბაიდის პერიოდია ძველი წელთაღრიცხვის 6500 წლიდან 4100 წლამდე, ანუ პირველი სასოფლო-სამეურნეო დასახლებებია სამხრეთ მესოპოტამიაში, ირიგაციის განვითარებას უშუალოდ ამ პერიოდს ეხება. შემდეგი პერიოდი არის ურუქის პერიოდი, უკვე ძველი წელთაღრიცხვის 4100-2900 წლებს მოიცავს. ეს ფაქტობრივად ურბანული რევოლუციის პერიოდია, მსოფლიოს პირველი ნამდვილი და დიდი ქალაქები ამ პერიოდში იქნება, განსაკუთრებით ურუქის აღზევება აღსანიშნავი, კერამიკა მასობრივად
წარმოებაში ეშვება და თავისთავად ლუსმუნი დამწერლობის გამოგონება შექმნა უშუალოდ ურუქის პერიოდს ეხება. შემდეგი პერიოდი არის ადრეული დინასტიური პერიოდი, ძველი წელთაღრიცხვით 2900-დან 2334 წლამდე. ამ შემთხვევაში აქ უკვე ჩნდება კონკურენტული ქალაქები, მაგალითად ურუქი, ქიში, ლაგაში და ასე შემდეგ. დამწერლობა ხდება სრულად გასაგები და გავრცელებული ამ ქალაქებში და თავისთავად აქ ისეთი ლეგენდარული მეფეები, როგორც გილგამეში და ასე მათი მოხსენიება ხდება ამ პერიოდს ეხება უშუალოდ. გაზრდილი ამავე პერიოდში ომიანობა და ქალაქებს თავისთავად უკვე დიდი კედლების მშენებლობა იწყება ამ პერიოდში. შემდეგი პერიოდი არის აქადის იმპერია, ძველი წელთაღრიცხვის 2334 წლიდან 2218 წელს მოიცავდა. შუმერული ქალაქ-სახელმწიფოების დაპყრობა სარგონ აქადელის მიერ არის ეს ამ პერიოდში ხდება სწორედ. მსოფლიოს პირველი იმპერიის შექმნა, პირველ იმპერიას უწოდებენ ფაქტობრივად აქადე. ეს არ არის ხა იმპერია იმ სახით, როგორც ჩვენ ვიცით, ეს უფრო რეგიონალური იმპერიაა, მაგრამ ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ასე არის ფაქტობრივად პირველი იმპერია და არის აქადის იმპერია მოხსენიებული ისტორიაში. ეს პერიოდი ასევე იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ფაქტობრივად აქ ამ ტერიტორიაზე ორი ენა ჩნდება, მთავარი ენა ეს აქადური და შუმერული ენა თავისთავად იყო. უბრალოდ შუმერული ენა ცოტა უფრო მეორე პლანზე ინაცვლებს, ასე ვთქვათ, ძირითადად ლიტერატურული და რელიგიური ენად გადაიქცევა შუმერული ენა. შემდეგი პერიოდი არის უკვე გუთიების პერიოდი, ძველი წელთაღრიცხვით 2218-2057 წლები. აქადის იმპერიის კოლაფსმა გამოიწვია მისი დაქცევა და გუთიებმა დაიპყრეს და შეიქმნა გუთიების პერიოდი ფაქტობრივად ჩვენ რაც ამ წლებში იყო, რაც ჩვენ თქვით 2 საუკუნე-ნახევარი ცოტა მეტი დაახლოებით. შემდეგი პერიოდი არის უკვე ურის მესამე დინასტია, შუმერების ოქროს ხანათაც შეგვიძლია ვიხსენიოთ ესეც. ძველი წელთაღრიცხვის 2057 წლიდან 1940 წლამდე, ძველი წელთაღრიცხვით ესეც რა თქმა უნდა. როგორც ვთქვით, ეს იყო შუმერული რენესანსი, შუმერული კულტურის საბოლოო აყვავება, ძლიერი მეფეები და ურნამუს, ვიცით ჩვენ მაგალითად მისი კანონები, ურნამუს კანონები, შულგის მმართველობა და ასე შემდეგ რა. ურის დიდი ზიქურათის მშენებლობითაც გამოირჩევა ეს პერიოდები და საბოლოოდ დაცემა და ამორეველები შემოესევიან და ანადგურებენ ურის მესამე დინასტიას. ამით თავდება ურის მესამე დინასტია ძველი წელთაღრიცხვით 1940 წელს. ეხლა ჩვენ შევეხოთ ურბანიზაციას დაუშვათ ერიდუს და ურუქის შემთხვევაში. ერიდუს შემთხვევაში ფაქტობრივად ეს მითოლოგიური, არქეოლოგიური პირველი ქალაქია. შუმერებს ერიდუს შესახებ მკაფიო წარმოდგენა ჰქონდათ და ისინი ამბობდნენ, რომ აქ ჩაისახა პირველი აქ გაჩნდა მეფობა, აქედან იწყება შუმერ მეფეთა სიის მიხედვით მეფობა, როდესაც ღმერთი ჩამოვიდა და მათი წარმოდგენის მიხედვით გამეფთა დედამიწაზე. არქეოლოგიურადაც თავისთავად ეს ერთ-ერთი უძველესი დასახლება არის ამ პერიოდში ერიდუს რაც შეეხება. აქ ჩნდება ერთი ასეთი პრაქტიკა, ანუ ქალაქებს ყავდათ თავის მფარველი ღმერთები. ამ შემთხვევაში ერიდუს მფარველი ღმერთი იყო წყლისა და სიბზნის ღმერთი ენქი და ენქისადმი მიძღვნილი ტაძარი არის აქ უშუალოდ ამის გარშემო ხდებოდა ძირითადად ყველა რელიგიური რიტუალები და ასე შემდეგ. და ფაქტობრივად ეს მოდელმა განსაზღვრა შემდეგი პერიოდი, შუმერული ქალაქებს თავიანთი მფარველი ღვთაებები ყავთ და ამას შემდეგ პერიოდში თავისთავად შევეხებით. ქალაქი ურუქი ამ შემთხვევაში ერიდუს მასშტაბურ განვითარებულ მოდელს წარმოადგენს. ეს არის უდიდესი ქალაქი იმ პერიოდის, ფაქტობრივად ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ქალაქი. თვითონ ქალაქის კედლებს შორის დაახლოებით 30,000-დან 40,000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო მის მიდამოებში 90,000 აღწევდა ეს რაოდენობა. ფაქტობრივად ეს იყო კაცობრიობის პირველი მეტროპოლისი რა, ესეც შეგვიძლია თავისუფლად უწოდოთ, რომლის დომინაცია ფაქტობრივად იყო ერთ-ერთი უდიდესი იმ პერიოდში. ამ დროს მონუმენტური ტაძრები
მონუმენტური სასახლეები შენდებოდა, სამშენებლო მასალა თავისთავად ტალახის აგურს იყენებდნენ, ძირითადად ამით ხდებოდა აშენება და თავისთავად თიხა და კირქვა და ესეც გამოყენებული იყო გაფორმებებში და უშად აღმოჩენილია მოზაიკით გაფორმებული ტაძრები და ასე შემდეგ. ამ ქალაქში უკვე ჩდება ორი მთავარი ღვთაება, ეს არის ანუ და მეორე ინანა სიყვარულის და ომის ქალღმერთი. ანუს ტაძარი აღმოჩენილია ფაქტობრივად და როგორც ვარაუდობენ, მას დაახლოებით ინგლისური ელის ფორმა ჰქონდა, ტერასული პლატფორმას წარმოადგენდა, ასე ვთქვათ, რომელზედაც დიდი ტაძრები იყო განთავსებული და კირქვით აგებული იყო, თეთრი თაბაშირით დაფარული ეს ტაძარი და ეს სითეთრე მზის სხივებს აირეკლავდა და როგორც ვარაუდობენ მეცნიერები, კილომეტრების მანძილზე ჩანდა ამისი სიდიადე და ფაქტობრივად ურუქის სიდიადის ერთ-ერთი წარმოსახველი ნიშანი იყო ეს. როგორც თქვით, ურუქში ჩდება პირველი დამწერლობა და რისთვის იყენებდნენ დამწერლობას? ეხლა რატო გაჩერდა? აუცილებლად დამწერლობა შეიქმნა. ეს იყო აღრიცხვის კონტროლის ინსტრუმენტი ფაქტობრივად. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამწერლობა ერთგვარ ინსტრუმენტს წარმოადგენდა იმდროინდელი შუმერების ხელში, რომელიც კონკრეტული საქმიანობისთვის საჭირო გახდა, რომ შექმნილიყო. ეხლა განვიხილოთ არქეოლოგიური არტეფაქტები, რომელიც ამ მესოპოტამიაში, ანუ შუმერულ ცივილიზაციაში იქნა აღმოჩენილი და ნელ-ნელა მივყვეთ რა პერიოდში შეიქმნა და რას გვეუბნება ეს, მაგალითად ვარკას ლარნაკი, ეს ურუქვიში იქნა აღმოჩენილი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტეფაქტია ვარკას ლარნაკი. წარმოადგენს შუმერული სამხედროების ვიზუალურ დოკუმენტს ფაქტობრივად, რომელიც სრულ ნარატივს გადმოსცემს თავის ალაბასტრის რეგისტრებზე. ეს არის საკულტო ჭურჭელი, დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის არის, ასახავს სიცოცხლის ციკლს და შუმერული საზოგადოების ორგანიზაციურ სტრუქტურას ფაქტობრივად. განვიხილოთ ახლა თითოეული რეგისტრი სათითაოდ, დავიწყოთ ქვედა რეგისტრი. ქვედა რეგისტრი ნარატივი იწყება ტალღოვანი ხაზებით, რომელიც წყალს ტიგროს და ეუფრატს ამ შემთხვევაში განასახიერებს. წყლის ზემოთ გამოსახულია ნაყოფიერი მიწის პროდუქტები, კულტივირებული მცენარეები, მოშინაურებული ცხოველები, ვერძი, ნერბები და ასე შემდეგ. რაც შეეხება შუა რეგისტრი შიშველი მამაკაცების პროცესია მოძრაობს ფაქტობრივად მარჯვნიდან მარცხნივ. მათ მიაქვთ კალათები, ჭურჭლები, სავსე შესაწერი. მათი სიშიშვლე სავარაუდოდ რიტუალურ მორჩილებას აღნიშნავს ღმერთების წინაშე, ხოლო მათი ერთიანი მოძრაობა ადამიანთა საზოგადოების კოლექტიურ მიზანს ემსახურება, ემსახურებიან ღვთაებებს ამ შემთხვევაში და აი ამ ეს პროცესია გამოსახულია შუა რეგისტრზე. ზედა რეგისტრს რაც შეეხება, პროცესია კულმინაციას აღწევს ტაძრის კარიჭებთან არიან უშუალოდ, რომელიც ქალღმერთ ინანას სიმბოლოებით, ლერწმის კონებით არის იდენტიფიცირებული. აქ დგას მდიდრულად ჩაცმული ქალის ფიგურა, ინანა ან მისი ქურუმი, რომელიც ზად არის შესაწერის მისაღებად, მის წინაშე შიშველი მსახური კალათას წარადგენს, ხოლო მის უკან ნაწილობრივად შემორჩენილია ქალაქის მმართველთა ქურუმეფეთა გამოსახულება, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს ადამიანურ და ღვთაებრივ სამყაროებს შორის. ურუქის სტრუქტურა და ვარკას ლარნაკი იკონოგრაფია ჩვეულებრივი, იკონოგრაფიურ, ანუ ავლენს შუმერულ აზროვნებას, ცენტრალურ კონცეფციას, ანუ ეს უშუალოდ რომ ყველაფერი მათი ღვთაების საპატივცემულოდ ხდება. ქალაქი აღიმქვევოდა არა ურბანულ შენობებისა და ადამიანების ერთობლიობად შუმერებისთვის, არამედ როგორც ინტეგრირებულ კოსმოსურ ორგანიზმად. ლარნაკი ამ სისტემას ასახავს ფაქტობრივად, აი მაგისთვის არის ვიზუალურად მნიშვნელოვანი. ღვთაებრივი სამყარო უზრუნველყოფს წესრიგს ფაქტობრივად, რომელიც ბუნებრივ სამყაროს აყვავების საშუალებას აძლევს. ბუნებრივი სამყარო კვებავს ადამიანურ სამყაროს და საბოლოოდ ადამიანური სამყარო შესაწირებითა და თაყვანისცემით ინარჩუნებს ღვთაებრივ სამყაროს.
ფაქტობრივად ეს ციკლი ასახავს იმ მოვლენას, რომ სიმდიდრე და სასიცოცხლო ძალა ზევით მიწიდან ღმერთებისკენ მიედინება, სანაცვლოდ ღმერთი კი ადამიანებს უწყალობებს თავის წარმომადგენლის მეშვეობით უზრუნველყოფს ადამიანების სისტემის სტაბილურობას. ანუ ეს წრები უნდა რომ მუდმივად შენარჩუნდეს. ანუ სიმდიდრე მიაქვთ ამა თუ იმ ღვთაებასთან, რომელიც ისა თუ ის ქალაქი ემსახურებოდა და უშუალოდ მათ მიაჩნდათ, რომ შემდეგ ეს ღვთაება მათი წარმომადგენლის მეშვეობით ამ ადამიანებს ისევ აძლევდა უხ მოსავალს და ეს ციკლი მუდმივად მიმდინარეობდა. სწორედ ამას ასახავს ვარკას ლარნაკის ეს სამივე რეგისტრი და მეტად მნიშვნელოვანი წყაროა თუ როგორი წარმოდგენა ჰქონდათ იმ პერიოდში შუმერებს სამყაროს მოწყობაზე და როგორი დამოკიდებულებაში იყვნენ ისინი მათი წარმოდგენით ამა თუ იმ ღვთაებების მიმართ და მათი წარმოდგენებით ასევე როგორ დამოკიდებულებაში იყო ესა თუ ის ღვთაება უშუალოდ შუმერების მიმართ. შუმერული საზოგადოება რომ განვიხილოთ, ეხლა შუმერული საზოგადოება ორგანიზებულად იყო მკაცრად იერარქიული სისტემა, რომელიც მათ კოსმოლოგიურ შეხედულებებს ასახავდა ფაქტობრივად. იერარქიის სათავეში ღმერთები იდგნენ თავისთავად, ხოლო დედამიწაზე მათი მთავარი წარმომადგენელი იყო ქურუმ მეფე. ჩვენ თავში უკვე აღვნიშნეთ თუ როგორ გაჩნდა მათი წარმოდგენით მეფობა შუმერებში, ერიდუში როგორ ჩამოვიდა პირველი, ან უშუალოდ ღმერთი ჩამოვიდა, ან კონკრეტულად რომელიმე ადამიანს მისცა უფლება რომ ემეფა. ურუქის პერიოდში მმართველობა სავარაუდოდ თეოკრატიული იყო, რომელსაც ქურუმ მეფეთა და უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელობდნენ ძირითადად, ესენი განაგებდნენ. მმართველი ელიტის ქვემოთ იდგნენ ქურუმები, რომლებიც რიტუალებს ატარებდნენ ძირითადად და სატაძრო მეურნეობას განაგებდნენ. მათ გვერდით იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, მწიგნობრები, ადმინისტრატორები და ასე შემდეგ შეგვიძლია ვუწოდოთ, რომლებიც ქალაქ სახელმწიფოს ეკონომიკურ სამართავად აუცილებელი პირები იყვნენ, ხოლო საშუალო კლასს მოიცავდა ხელოსნები, ვაჭრები, მიწისმფლობელები, მიწაზე მომუშაკეები, ანუ ჩვენ ფერმერები უწოდეთ თავში, მაგრამ შეგვიძლიათ ასეთაც თქვათ, მიწაზე მომუშავეები, ფერმერები მაინც უფრო თანამედროვე ტერმინია და შეგვიძლია არ გამოვიყენოთ, ან კონკრეტულ მომენტში გამოვიყენოთ. შეგვიძლია გლეხით უწოდოთ ეს დიდ რამეს არ ცვლის ამ შემთხვევაში. ყველაზე დაბალი თავისუფალი ფენა, ანუ არა მონები, თავისუფალი ფენა შედგებოდა, როგორც ვთქვით, მუშებისა და მიწაზე მომუშაკეებისაგან, მიწაზე მომუშავე ხალხებისგან, რომლებიც ხშირად ტაძრის ან არისტოკრატიის კუთვნილ მიწას ამუშავებდნენ. ანუ ეს ფაქტობრივად შეგვიძლია ფეოდალიზმ შევადაროთ, როცა ბატონი ფლობს მიწას და გლეხი მის მიწას ამუშავებს. ცუდი შედარება, მაინც ცოტა სხვა სტრუქტურა და სხვა მოწყობისისა, ის მაინც მონათლობელური საზოგადოება, იქედან გამომდინარე, რომ აქ მონებიც არსებობენ უფრო დაბალი ფენები. თუმცა შეგვიძლია ეს შედარებაც თავისუფლად გამოვიყენოთ. ყველაზე დაბალი ფენა უკვე ვახსენეთ ჩვენ, რომ ესენი იყვნენ მონები და მონობის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება ყოფილიყო, ეს იყო ომში ტყვეთ ჩავარდა, ვალი ვერ გადაიხადა და ამის გამო გახდა იგი მონა. მათ მიუხედავად რომ ისინი უფლებოები იყვნენ, მათ მაინც ჰქონდათ გარკვეული იურიდიული უფლებები და ეს იურიდიული უფლებები რა იყო? ანუ მათ შეეძლოთ კონკრეტული საქმე იწარმოებიათ ფაქტობრივად, ფულის სესხების უფლებაც ჰქონდათ და ისიც კი შეეძლოთ რომ თავი გამოესყიდათ მონობისგან. შუმერების უმრავლესობა ვახსენეთ, რომ ესენი ძირითადად მიწაზე მომუშავეები, მიწის მუშაკები იყვნენ, მაგრამ ამის მიუხედავად ქალაქები საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული იყო. ქალაქის მცხოვრებლები ძირითადად ცხოვრობდნენ მზით გამოშრალ ტალახის აგურის ერთ ან ორ სართულიან სახლებში, რომელთა ოთახები ღია ეზოს გარშემო იყო განლაგებული. შენობის სახურავები სხვათა შორის ბრტყელი იყო, ეს არ იყო დაუშვათ დახრილი ან რაღაცა, ბრტყელი იყო ძირითადად და თვითონ ამ სახურავებსაც იყენებდნენ სხვადასხვა დანიშნულებით, მაგალითად სიცხიან ამინდებში შეეძლოთ ზედ დაეძინათ და ასე შემდეგ.
რაც შეეხება მუშაკების, ანუ მიწაზე მუშაკების სახლები, მათი სახლები ძირითადად ლერწმისაგან გაკეთებული იყო და ასეთ ქოხებში ცხოვრობდნენ ისინი. ანუ რას მიირთმევდნენ ყოველდღიური რაციონი რა ქონდათ ეხა შუმერებს ამ თემასაც რო შევეხოთ. ყოველდღიური რაციონი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე იყო დაფუძნებული, იმიტომ რომ ვიცით რომ აგრარული კულტურაა ეს. საუზმე ხშირად შედგებოდა ქერის, ხორბლის, ფაფისაგან. ყველაზე მნიშვნელოვანი სასმელი იყო ლუდი, თავისთავად ვიცით რომ ადვილი მოსახარშია, მოხარშავდნენ ქერისგან და მიირთმევდნენ. და რომელიც სქელი იყო, ნოყიერი იყო და ხშირად მუშახელის გასამჯელოთაც კი გამოიყენებოდა. მაგალითად რა კონკრეტულ თემაზე მოიხმარე რომელიღაც ადამიანი და ფულის მაგივრად გაუმასპინდი ლუდით და ასე გადაუხადე მას თავის გასამჯელო. საღამოს კვებას რაც შეეხება, ანუ ჩვენ რასაც ვახშამს უწოდებთ, სხვათაშორის შედარებით უფრო მძიმე იყო, მიირთმევდნენ ხორცს, ამ პერიოდში კვერცხს, შეიძლება ბოსტნეულის ყოფილიყო და ასე შემდეგ. რა პროფესიები ჰქონდათ ახლა შუმერებს, რას აკეთებდნენ, ნუ შევეხეთ რომ ძირითადად აგრარული საზოგადოება და შესაბამისად მიწაზე მუშაკობა ერთ-ერთი მთავარი პროფესია იყო. ნუ მაგრამ ქალაქში რა იყო განვითარებული? ქალაქში განვითარებული იყო მრავალი სპეციალიზირებული პროფესია, მაგალითად აგურის წარმოებლები, აგურებს წვავდნენ, თურგლობა, მეთევზეობა, მეთუნეობა, ქსოველები, მეტალურგია და სხვა და სხვა. სოციალური იერარქიის მიუხედავად სოციალური მობილურობა შესაძლებელი იყო, შრომის მოყვარე მუშაკს შეეძლო რომ სიმდიდრე დაეგროვებია და სოციალურ კიბეზე მაღალ საფეხურზე ასულიყო. შუმერ მეფეთა სიაში დაფიქსირებულია შემთხვევა, როდესაც დუქნის მეპატრონე ქალი კუა ბაბა ქალაქიშის ერთპიროვნული მართველი გახდა. ანუ სოციალური იერარქიაზე დაბლიდან მაღლა ასვლა შესაძლებელი იყო შუმერულ ცივილიზაციაში. ჩვენ როდესაც ურის მესამე დინასტია შევეხეთ, იქ ვახსენეთ ურნამუს კოდექსი, ურნამუს კანონები, ფაქტობრივად ეს არის პირველი წერილობითი კანონები, რაც ნაპოვნი არის სოფლიო ცივილიზაციაში და აქ ჩდება ანუ ზეპირი კანონები, რაც მანამდე ზეპირად იყო გადმოცემული და ზეპირად იცოდნენ ხალხმა, პირველად ფიქსირდება რომ კანონები იქნა ჩაწერილი სოფლიოში, ეს ყველაზე უძველესი კანონთა კრებულია ფაქტობრივად, მაგაზე ძველი ჯერჯერობით არაფერი არ აღმოჩენილა და თუ მომავალში აღმოჩნდება, ეგ უკვე ისტორიის და არქეოლოგების და მათი კვლევის საგანს წარმოადგენს და ნახოთ რა იქნება. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აქ შესავალში გადმოცემული გვაქვს თუ რატომ შეადგინა ურნამუმ ეს კანონთა კრებული და იწყება შესავალი შემდეგი სიტყვებით, რომ მეფის მიზანი იყო საზოგადოების სუსტი წევრების დაცვა. პროლოგის ფრაგმენტი აცხადებს, რომ ობოლი არ გადაეცა მდიდარ კაცსა, ქვრივი არ გადაეცა ძლევამოსილ კაცსა, ერთი შეკელის მქონე კაცი არ გადაეცა ერთი მინის მქონე კაცსა. ფაქტობრივად ეს დებულება სოციალური სამართლიანობის მაღალ დონეზე მიუთითებს. ამ კანონში მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ კოდექსის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, რომ ფულადი კომპენსაცია, ანუ კონკრეტულ დანაშაულზე, ესა თუ ის დამნაშავე, შესაძლებელია ფულადი კომპენსაცია გადაიხადოს და არ მოქმედეს ის პრინციპი თვალი თვალის წინ, კბილი კბილის წინ რა. მაგალითად შეგვიძლია მოვიტანოთ, თუ კაცმა მეორე კაცი თვალი გამოსთხარა, ნახევარი წონა ვერც მიცევს ამ თვალის წონის, თუ კაცმა მეორე კაცს ფეხი მოჰკვეთა, მან უნდა გადაიხადოს 10 შეკელი, თუ კაცმა მეორე კაცს კბილი ჩამოუმტრია, მან უნდა გადაიხადოს 2 შეკელი ვერცხლი. ეს სისტემა არ ვრცელდებოდა უმძიმეს დანაშაულებზე, რა თქმა უნდა, როგორიცაა მაგალითად მკვლელობა, ძარცვა, რომელიც სიკვდილით ისჯებოდა პირდაპირ. კანონები აცხადებს, რომ თუ კაცი მკვლელობას ჩაიდენს, ის კაცი უნდა მოიკლას. თუ კაცი ძარცვას ჩაიდენს, ის უნდა მოიკლას. ამ კანონი ჩვენ შეგვიძლია მარტივად ვიმსჯელოთ, რომ ეს პატრიარქალური წყობა არის, რადგან აქ ქალს ბევრად ნაკლების უფლებები აქვს, მაგალითად ღალატის შემთხვევაში ქალი სიკვდილით ისჯება და იგივე შემთხვევაში კაცი თავისუფლდება. ეს პირდაპირ წერია მაგალითად თუ კაცის ცოლის
სხვა კაცს გაჰყვება, ის ვისთანაც უღალატა ის კაცი თავისუფლდება, ხოლო მოღალატე ცოლს კლავენ. ასე მონების შემთხვევაში მაგალითად თუ მონაქალმა თავის ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენა, მარილიანი წყლით გამოუბანენ პირს, გამოურეცხავენ, ცოტა ისეთი ის არის სასაცილო სასჯელი არის მარილიანი წყალი ახლა თავისთავად არ მოკლავდა იმ მონას, მაგრამ ფაქტია რომ ასე სჯიდნენ. ფულადი ჯარიმების სისტემა ეს შუმერული სამხედველობის ანარეკლია ფაქტობრივად. ეს იყო ცივილიზაცია, რომელიც აგებული იყო ეკონომიკური რესურსების სწორად და კარგად მართვაზე, რამაც განაპირობა ეს ვაჭრობა და კერძო საკუთრების თulis სისტემები. ამ ეკონომიკური რეალობის სამართავად მათ ფაქტობრივად შექმნეს მათემატიკა, იყენებდნენ არითმეტიკას, შექმნეს დამწერლობა, როგორც აღრიცხვის ინსტრუმენტი და ლოგიკურია რომ მათ იგივე რაოდენობრივი მიდგომა გამოიყენეს სამართლებრივ სისტემაშიდაც. ფიზიკური დაზიანება შუმერების მიხედვით ეს მხოლოდ ფიზიკურ დაზიანებად არ განიხილებოდა, ეს თავისთავად იყო პირადი შეურაცხყოფა, მაგრამ ასევე იყო ეკონომიკური ზარალი, შესაბამისად გამოსავალი იყო არა ფიზიკური შურისძიება, არამედ ეკონომიკური კომპენსაცია. ახლა კი შევეხოთ შუმერების რელიგიას, თუ რისის ჯეროდათ, რისის სწამდათ. შუმერების სამხედველობით სამყარო სავსე იყო ღვთაებებით, რელიგია პოლითეისტური იყო, ანთროპომორფიული ღვთაებებისა და ქალღმერთების პანთეონი ჰქონდათ, რომლებიც ადამიანური ფორმებით, ემოციებით გამოირჩეოდნენ, მაგრამ თავისთავად ჰქონდათ არაადამიანური ძალა. თითოეულ ქალაქ სახელმწიფოს თავისი ფარველი ღვთაები ჰყავდათ და ქალაქში იყო მთავარი ტაძარი, ზიქურათი, ღმერთის მიწიერ საცხოვრებლად თვლიდნენ შუმერები, რომ მიწიერ სამყაროში სწორედ ამ ზიქურათში ცხოვრობდა ისა თუ ის ღვთაება. შუმერული პანთეონის ბირთვს შეადგენს მამრომითი ღმერთების ტრიადა და ერთი უნიშნელოვანესი ქალღმერთი, ანი ანუ ცის ღმერთი, ღმერთების პირველყოფილი მამა და მართველი, ძალაუფლების საბოლოო წყარო, ენელილი, ჰაერისა და ქარიშხლების ღმერთი. პანთეონის ყველაზე აქტიური და ძლევამოსილი ღმერთია, მოკლედ შუმერული წარმოდგენებით, რომელიც ღვთაებრივ ნებას აღასრულებს. ამ ტრიადას ასრულებს ენქი, ეს არის მტკნარი წყლის, სიბრძნის, მაგიის, შემოქმედების ღვთაება, რომელიც ხშირად კაცობრიობის კეთილისყოფელათაც გვევლინება. ხოლო მეოთხე ქალღმერთი არის ინანა, აქადურად იშთარი, ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ღვთაება, იქედან გამომდინარე, რომ ამ ღვთაებაში ერთიანდება სიყვარული, სილამაზე, სექსუალობა, ნაყოფიერება, ამავდროულად არის ომისა და განადგურების ქალღმერთი. ანუ ჩვენ ერთი ხნით ვახსენეთ ის სამი ტრიადა, რაც მთავარ ღმერთებად თვლიდნენ შუმერები, ესა ანი, ენლილი და ენქი და მეოთხე დამატებითი ქალღმერთი ინანა, იგივე იშთარი. შუმერული მითოლოგიის თანახმად სამყარო კოსმოსურ დაბადების სერიის შედეგად შეიქმნა. პირველყოფილი იყო წყლიანი სიცარიელე, წყალი იყო სიცარიელეში, რომელსაც ქალღმერთი ნამუ განასახიერებდა. ერთი ტექსტის მიხედვით ეს იყო მდგომარეობა, სადაც ნამა, პირველყოფილი ზღვა, ერთადერთი არსება, რომელიც სამყაროს დედაა და ყოველი პირველყოფილი მატერიის წყაროდ ითვლებოდა. ნამუმ შვა ანი და კი, ცა და დედამიწა, ისინი ერთმანეთში იყვნენ გადაჯაჭულები, სანამ მათმა ვაჟმა ენლილმა, ჰაერმა არ დააშორა ისინი ერთმანეთისაგან, რითაც სამყაროს არსებობისთვის სივრცე შეიქმნა რა ფაქტობრივად შუმერული წარმოდგენების მიხედვით. ამის შემდეგ კი უშუალოდ ადამიანის შექმნაზე ვისაუბრებთ, შუმერული წარმოდგენებით როგორ შეიქმნა ადამიანი. ღმერთმა ენქიმ და დედაქალღმერთმა ნინმახმა თიხისაგან შექმნეს ადამიანები და ერთადერთი მიზნისთვის იქნა შექმნილი ადამიანი, რომ ემსახურონ ღმერთებს და გაათავისუფლონ ისინი შრომისაგან. ასეთი პრიმიტიული აღწერა აქვს შუმერულ მითოში ადამიანის როლს ფაქტობრივად.
რაც შეეხება საიქიო ცხოვრებას, ანუ სიკვდილის შემდეგ ცხოვრებას, შუმერების მიხედვით, ანუ შუმერული წარმოდგენა საიქიოზე პესიმისტური იყო, 64 მხოლოდ მერთებისთვის იყო განკუთვნილი, სიკვდილის შემდეგ ყველა მოკვდავი სული განურჩევლად მათი მიწიერი ცხოვრებისა, ანუ ეს ბოროტი იყო, კეთილი იყო, არ აქვს მნიშვნელობა, ერთსა და იმავე ადგილზე მიდიოდა. და ის ადგილი იყო ბნელი ჩtildeოვანი ქვესკნელი, სახელად ქური ან ირკალი. ეს სამეფო აღწერილი იყო როგორც ცივი ბნელი გამოქვაბული დედამიწის ჯოღმულში, რომელსაც ქალღმერთი ერეშქი გალი მართავდა და სადაც ერთადერთი საკვები მშრალი მტვერი იყო. არსებობა ამ ქურში დედამიწის ცხოვრების ჩtildeოვანი ვერსია იყო. მიცვალებულთათვის ერთადერთი ნუგეში იყო ცოცხლების მიერ შესრულებული რიტუალები, როგორიცაა წყლის ან ლუდის დასხმა საფლავში თიხის მილის მეშვეობით. ურის მესამე დინასტიის დროს ითვლებოდა, რომ დაკრძალვის ხარისხი გავლენას ახდენდა საიქიოში სულის მდგომარეობაზე. ჩვენ რა კი ამ თემას შევეხეთ, ეხლა უნდა განვიხილოთ უშუალოდ ის ტაძრები, ზიქურათები, რომელიც ამა თუ იმ ღმერთს მიუძღვნა ეს შუმერებმა და ამ თემაზე გადავიდეთ. შუმერული ცივილიზაციის ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ფორმა ფაქტობრივად ზიქურათი. ეს იყო არა სამარხები, არამედ მასიური საფეხურებიანი სატაძრო პლატფორმები, რომლებიც ტალახის აგურით შენდებოდა, ურის დიდი ზიქურათი მაგალითად, რომელიც მთავარი ღმერთის ნანას ეძღვნებოდა, საუკეთესოდ შემონახულია დღესდღეობით და ეს შეგიძლიათ თქვენ იხილოთ ფოტოზე და ნახავთ მანდ რომ დღესაც საკმაოდ აღქმადი არის ეს ზიქურათი. ზიქურათი ღრმა სიმბოლური ნაგებობა იყო, რომელიც ადამიანის მიერ შექმნილი წმინდა მთას წარმოადგენდა ფაქტობრივად და ფიზიკურ კავშირს ამყარებდა მათი წარმოდგენით მიწიერ და ღვთაებრივ სამყაროებს შორის. მის მწვერვალზე იდგა პატარა სალოცავი, სადაც წმენის თანახმად მფარველი ღვთაება ჩამოდიოდა და სადაც ქურუმები უნიშნულოვანეს რიტუალებს ატარებდნენ. ზიქურათი ქალაქის სულიერი ცენტრი იყო თავისთავად და ასევე ფიზიკური ცენტრი იყო, ანუ ქალაქის ცენტრში იდგა პირდაპირ. და ფაქტობრივად როგორც თავში აღნიშნეთ, შუმერების წარმოდგენით ზიქურათი იყო დედამიწაზე ამა თუ იმ ღვთაების სახლი. რაც შეეხება ჩვენ წეგან ვისაუბრეთ, რომ ფაქტობრივად სრული უიმედობა ჰქონდათ საიქიოში შუმერებს, ანუ იქ სრული სიბნელე და სრული უსასოება და სრული უიმედობა იყო, მაგრამ შუმერისთვის უკვდავად ყოფნა უკვე ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში იყო შესაძლებელი და მათ მიაჩნდათ, რომ თუ დატოვებდნენ კონკრეტულ შთამომავლობას, თუ ინდივიდის შთამომავლობას დატოვებდა, ის უკვე უკვდავი იყო, თუ აშენებდნენ ისეთ ქალაქებს, ისეთ ნაგებობებს, რომელიც დროს გაუძლებდა უკვე ესა თუ ის ქალაქი უკვდავი იყო და ასე უყურებდნენ ისინი მატერიაში, ანუ ჩვენს ყოფაში უკვდავებას და ისინი არ ეძებდნენ უკვდავებას საიქიოში, ფაქტობრივად უკვდავებას ეძებდნენ სააქაოში. თავში ნახსენები შუმერ მეფეთა სიას რომ მიუბრუნდეთ და ეს დოკუმენტი რომ განვიხილოთ ახლა, ფაქტობრივად ეს დოკუმენტი არის უფრო პოლიტიკური და რელიგიური ტექსტი ვიდრე ფაქტობრივი ისტორია. მისი მთავარი მიზანი იყო, რომ მმართველთა ლეგიტიმაცია ღვთაებრივად დადგენილი ძალაუფლების უწყვეტი ხაზით მტკიცდებოდა ფაქტობრივად. მისი ძირითადი იდეა განმოცემულია შესავალ ფრაზაში, როდესაც მეფობა ზეციდან ჩამოვიდა, მეფობა ირიდუში იყო. ეს ფრაზა მეორდება დიდი წარღვნის აღწერის შემდეგაც, როდესაც წარღვნამ გადაიარა და მეფობა ზეციდან ჩამოვიდა, მეფობა ქისში იყო, რაც აძლიერებს იდეას, რომ მმართველობა ღმერთების მიერ გადმოცემული ინსტიტუტია. ნუ რატო იყო ეს პოლიტიკური? ფაქტობრივად ის ისტორიკოსი, ვინც ეს შუმერ მეფეთა სია შეადგინა, ამა თუ იმ კონკრეტული მეფის ლეგიტიმაციას სწორედ ამ უწყვეტი ხაზის მიხედვით ამართლებდა, ამყარებდა და ასე შემდეგ. რელიგიური თავისთავად იმიტომ არის, რომ პირდაპირ უკავშირდებოდა მიღმიერ ძალას, რომელმაც მეფობა პირველად ირიდუში შექმნა შუმერული წარმოდგენების მიხედვით.
ნუ ეს დოკუმენტი რო არ არის ფაქტობრივი წყარო, არის პოლიტიკური და რელიგიური წყარო, ეს იქიდან ამტკიცდება, რომ პირველი 8 მეფე, რომელიც წარღვნებამდე იყო, არარეალური მეფობის წლები წერია, მაგალითად ერიდუში ალილუმ გამეფთა და იმეფთა 28800 წელიო, ალალჯარი მეფობდა 36000 წელიო. წარღვნის შემდეგ ეს წლები იკლებს და შედარებით რეალური რიცხვები წერია, მაგალითად ურის პირველი დინასტიაში მეშანეფა და მეფობდა 80 წელიო და ეს დოკუმენტი ასახავს გადასვლას მითიური დროიდან ისტორიულ აღქმულ პერიოდამდე. სხვათა შორის ეს თავისთავად ბიბლიასაც ეხმიანება, იმიტომ ჩვენ ვიცით რომ წარღვნამდე სანამ წარღვნა მოხდა ნოეს სანამ კიდობანს ააგებს და ადამიანები დაიხოცება, წარღვნამდე ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ ვიდრე წარღვნის შემდეგ და ერთგვარი პარალელი შეიძლება ამ თემაზე გაივლოს. ბევრ ამის შეიძლება შუმერებთან პარალელი გავავლოთ და ამას თავისთავად შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემებს. როდესაც შუმერებს ვეხებით, თავისთავად შუმერული ლიტერატურის უმშვენიერესი ნიმუში გილგამეშის ეპოსის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია მას ავწთეთ და ეს არ განვიხილოთ. ეს ფაქტობრივად ფილოსოფიური ეგზისტენციალური თემაა, მესოპოტამიური ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. გილგამეშის ეპოსი მსოფლიოში პირველი ეპიკური პოემად ითვლება, ფაქტობრივად პირველად ითვლება, რომელიც ამ ჟანრში არის შექმნილი და დაწერილი. ის მოგვითხრობს ურუქის ლეგენდარული მეფის ისტორიაზე, რომელიც სავარაუდოდ ისტორიული პიროვნება იყო და ძველი წელთაღრიცხვის 27 საუკუნეში მეფობდა. ეპოსი იკვლევს ძალაუფლების, მეგობრობის, სიკვდილის, შიშის თემებს. ეპოსი რო განვიხილოთ, ახლა ეპოსი იწყება გილგამეშის როგორც ლევამოსილი, მაგრამ ამპარტავანი მმართველის დახასიათებით. ის აღწერილია როგორც სხვა მეფეზე აღმატებული, გარეგნულად დიდებული, მისი 2/3 ღმერთია, 1/3 ადამიანია. მისი ტირანიის გამო ხალხმა ღმერთებს შესჩივლა და ფაქტობრივად ამ საჩივარში არის დიდი ტრაგიკით გამოსახული სიტყვები, სადაც შეჩივლებენ ღმერთს, რომ გილგამეში ძეს ართმევს, შვილებს ართმევს, მამებს, ქალიშვილებს ართმევს, დედებს და ამის გამო რომ იძიოს ღვთაებებმა მასზე შური. და ღმერთები ქმნიან ენქიდუს ამ ველურ კაცს, რათა გილგამეშს დაუპირისპირდეს. შემდეგ ჩვენ ნახავთ რომ ესენი მეგობრდებიან, მაგრამ ენქიდუ იღუპება და ენქიდუს სიკვდილის შემდეგ გილგამეში იბადება აზრი, რომ იგი გახდეს უკვდავი, ანუ შიში გაუჩნდება სიკვდილისადმი, მაგრამ საბოლოო ჯამში უკვდავების ძიებაში იგი მარცხდება, რადგან უკვდავებას იგი ვერსად ვერ პოვებს და გილგამეში ბრუნდება ურუქში. და ფაქტობრივად ჩვენ მივდივართ ისევ იმ თემაზე, რაც ზემოთ ვახსენეთ, რომ შუმერები უკვდავებას არ ეძებდნენ საიქიოში, ეძებდნენ სააქაოში და როდესაც ურუქში დაბრუნდება გილგამეში, ეპოსი სრულდება არა სიკვდილზე გამარჯვებით, არამედ ადამიანური მდგომარეობის მიღებით. და ერთადერთი უკვდავება, რომლის მოპოვება შეუძლია და მოკვდავთათვის ხელმისაწვდომია, არის მემკვიდრეობა და გილგამეშის ეს მემკვიდრეობა არის მისი ქალაქი. როგორც ეპოსის პროლოგში, ანუ შესავალშია ნათქვამი, მან ქვის სტელაზე ამოკვეთა მთელი თავისი 8 წლი და ააგო ურუქ ჰევენის კედელი. და ნაწარმოების მიხედვით ფაქტობრივად გილგამეშმა უკვდავება თავის მემკვიდრეობის მოიპოვა, ამ შემთხვევაში ქალაქი ურის მიხედვით. ეხლა ჩვენ ბევრი რო არ ვისაუბროთ ამ თემაზე, თუ ვინმეს გაინტერესებთ ეს უშუალოდ ნაწარმოები, შეგიძლიათ მოიძიოთ, წაიკითხოთ და უფრო ცლად გაიცნოთ, იქ არის ბევრი დეტალი, წარღვნასაც ეხება და ასე შემდეგ. და იქ ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ, წაიკითხოთ და უფრო დეტალურად ჩაშალოთ და ღრმად გაიღრმავოთ
შევამაოთ ცოდნა. თავისთავად როცა შუმერულ ცივილიზაციას ვეხებით, უნდა შევეხოთ შუმერულ ჰიმნებს, რომელიც ღმერთებისა და ქალღმერთების მიერ არის მიძღვნილი. ამით გამოირჩევა ქალღმერთი ინანასადმი მიძღვნილი ჰიმნები, ეჰიდუნას მიერ მაგალითად ურის უმაღლესი ქურუმის მიერ ინანასადმი მიძღვნილი ჰიმნები. ამ შემთხვევაში მაგალითად ის როგორც ომის ღმერთზე მის ძლიერებას უსვავს ხაზს და ტექსტში დაახლოებით ასე წერია, ის არევს დაბნეულობასა და ქაოსს, მის ურჩთა წინააღმდეგ აჩქარებს ხოცვაში ლეტას და იწვევს გამანადგურებულ წარღვნას, შემოსილია შემზარავი ბრწყინვალებით. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ეს ინანა, ქალღმერთი ინანა, შუმერებისთვის ქალღმერთი თავისთავად მხოლოდ ომის ღმერთი არ იყო, ეს იყო სიყვარულის ქალღმერთი, აქვს ეპითეტები მიძღვნილი დიდსულოვანი ქალბატონი და ასე შემდეგ. და ამ ჰიმნებში ბევრი ისეთი დეტალია მისული, რომ მაგალითად ეპაიქრება ქალღმერთი ინანა ანუს, ასევე გამოსახულია, რომ მისი ნება არის თუ ვის შეუყვარდება და ასე შემდეგ. ეს ჰიმნები ასახავს ქალღმერთს, რომელიც განასახიერებს სამყაროს ქაოტურ შემოქმედებით და გამანადგურებულ პოტენციალს, ანუ ერთდროულად შეუძლია შექმნას რაღაცა და მეორე წუთში შეუძლია თვითონვე გაანადგუროს და მეტად კომპლექსური და საინტერესო ტექსტებია და შუმერული სოფხედელობისადმი თუ როგორ უყურებენ ისინი ამა თუ იმ ღვთაებებს მათ წარმოდგენაში, საკმაოდ მნიშვნელოვან წყაროს გვაწვდის. როდესაც ამ თემებს ვეხები, ჩვენ საბოლოო ჯამში მივდივართ გოდება ურისთვის, ანუ ეს ურის კოლაფსი, როდესაც ცივილიზაციამ ეს ოქროს ხანა რენესანსმა თავის მაქსიმუმს მიაღწია და ძველი წელთაღრიცხვის 2004 წელს განადგურდა მოკლედ ეს ცივილიზაცია, დამყრობლებმა გაანადგურეს, ძირითადად ელამელები იყვნენ. და აქ მივედით გოდება урისთვის ამ ნაწარმოებთან, რომელიც ურის დაცემას ასახავს და ეს დასაწყისში მიზეზი არის, რომ ღმერთები ტოვებენ ურს, მიატოვეს თავიანთი ტაძრები და შესაბამისად ამის მიზეზი იყო, რომ ური დაიქცა, შემდეგ უკვე უშუალოდ ქალაქის ფიზიკურ განადგურებას ეხება, თუ ეს უდიდესი ქალაქის ქუჩებში როგორ არის ყრია გვამები, იქ სადაც დაუშვათ სხვადასხვა წვეულებებს მართავდნენ შუმერები, იქ თავები ყრიაო და შემდეგ მზისგან დნებიანო თავებიო, პირდაპირ ასე წერია ტექსტში. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ტექსტში ის არის, რომ თვითონ ქალღმერთის ემოციებიც შეტანილია, მაგალითად ქალაქის მფარველი ქალღმერთი ნინგალი გლოვს თავის დაკარგულ ქალაქსო და ხალხსო და როგორც ტექსტში არის მისი დედოფალი ტირო და ვაიმე ჩემო ქალაქო, ტირო და ვაიმე ჩემო საახლო, ნინგალი ტირო და ვაიმე ჩემო ქალაქო, ტირო და ვაიმე ჩემო სახელო. რაც შემეხება ამ ქალს, ჩემი ქალაქიც განადგურდა და ჩემი სახლიც განადგურდა. მნიშვნელოვანი ტექსტია ფაქტობრივად, თუ როგორ განადგურდა და დაიცა საბოლოო ჯამში ეს უდიდესი ქალაქი. შეჯამებისთვის რო ვთქვა, ჩვენ გადვიხილეთ 3 ტექსტი, შუმერ მეფეთა სია, შემდეგ გიგამეშის ეპოსი და შემდეგ გოდება ურისთვის და აქ ფაქტობრივად ჩანს კულტურული პროგრესი, ინტელექტუალური და ემოციური მომწიფება, რაც კარგად არის გამოხატული უშუალოდ გოდება ურისთვის ამ ტექსტში. ლიტერატურულ ნაწარმოებს შევეხეთ და შესაბამისად უნდა ვისაუბროთ შუმერების დამწერლობაზე, როგორ მოხდა მისი გამოგონება. ძველი წელთაღრიცხვით 3500 წელს გაჩნდა დამწერლობა და სისტემა დაიწყო პიქტოგრამებით, ანუ პიქტოგრამიული გამოსახულება იყო და საუკუნეების განმავლობაში დამწერლობა თავისთავად ვითარდებოდა და საბოლოო ჯამში მივიდა ლურსმულ დამწერლობამდე. ეს სოლის ფორმები, ჩვენ ლურსმულ დამწერლობას ვეძახით იმის გამო, რომ სოლის ფორმებით არის ეს დამწერლობა. ეს პრაქტიკულობის გამო მოხდა, რომ ასე პიქტოგრაფიული დამწერლობიდან გადავიდა ამ ფორმაზე, უბრალოდ პრაქტიკული იყო, რომ შევეხოთ ახლა როგორ ხდებოდა ლურსმული დამწერლობის გამოყენება. ლერწმის შეგვიძლია
ფანქარი უწოდოთ, ლერწმის ფანქრით ხდებოდა დაწერა სველ თიხაზე, შემდეგ ეს თიხები იწვებოდა და ზედრჩებოდა წარწერები. Როგორც ვახსენეთ, აღრიცხვისთვის იქ გაჩნდა თავიდან დამწერლობა და შემდეგ თავისთავად უკვე კანონების ჩასაწერად ისტორიული თუ ლიტერატურული ნაწარმოების შესაქმნელადაც გამოიყენეს დამწერლობები. შუმერები ასევე პრაგმატული მათემატიკოსები იყვნენ, მათ შეიმუშავეს რიცხვითი სისტემა, რომელიც ეფუძნება რიცხვ 60-ობითი სისტემაა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენ ვიყენებთ 10-ობით სისტემას, შუმერები 10-ობით სისტემას არ იყენებდნენ, 60-ობით სისტემას იყენებდნენ. ნუ პრაქტიკული იყო ეს და ამიტომ აირჩიეს, იმიტომ რომ 60-ზე 1-ზე 2-ზე 3-ზე 4-ზე 5-ზე 6-ზე 10-ზე 12-ზე 15-ზე 20-ზე და 30-ზედაც იყოფა და ეს თვისებები აადვილებდა წილადებთან დაკავშირებულ გამოთვლებს რა. რაც მათ საქმიანობაში აუცილებელი იყო საქონლის დაყოფის, გადასახადების გამოთვლის და მიწების აზომის და ასე შემდეგ სხვადასხვა თემებში საკმაოდ პრაქტიკული იყო. ამ უძველეს მათემატიკურ სისტემას ფაქტობრივად დღევანდელობაში პირდაპირ მემკვიდრეობა აქვს დღევანდელ პერიოდს. აქ თანამედროვე სამყაროში წრის მაგალითად 360 გრადუსი საათის 60 წუთად, წამის 60 წუთის 60 წამად დაყოფა და ასე შემდეგ პირდაპირ ამ შუმერულ მათემატიკის პირდაპირ კულტურული მემკვიდრეობა, ასე შეგვიძლია ვთქვათ. როდესაც შუმერებს ვახსენებთ, აუცილებელია ვახსენოთ ბორბალი, გუთანი, იალქნიანინავი და ასე შემდეგ. შუმერული ცივილიზაცია ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრია ფაქტობრივად, რომელიც პრაქტიკული საჭიროების მიხედვით იყენებდნენ და ქმნიდნენ სხვადასხვა ნივთებს. მათ მიეწერებათ სამი გამოგონების შემუშავება, როგორც ვიცით, რომლებიც ძველი სამყარო გარდაქმნეს ფაქტობრივად და ეს ჩამოვთვალე უკვე თავში და რომ განვიხილოთ პირველი მაგალითად ბორბალი თავდაპირველად მეთუნეების ჩარხზე გამოიყენებოდა, შემდეგ ტრანსპორტისთვის გახდა ადაპტირებული, რამაც ურმის და სხვადასხვა თუნდაც საომარი ეტლები შექმნა და ფაქტობრივად გააადვილა ადამიანის ყოფა-ცხოვრება. რაც შეეხება გუთანს, ეს პირდაპირ კავშირშია, ჩვენ ვიცით, რომ ისინი მიწის მუშაკები იყვნენ და აუცილებელი გახდათ, რომ მიწა დაემუშავებიათ. სასოფლო-სამეურნეო იარაღმა, რევოლუციამ მოახდინა მიწათმოქმედებაში ეს ფაქტობრივად რევოლუცია იყო, ადრე თუ ხელით ამუშავებდნენ, ეხლა გუთანით შეეძლოთ დაემუშავებიათ მიწა. იალქნიან ნავს რაც შეეხება ქარის ენერგიის გამოყენებით, იალქნებით ნავებმა ტიგროსი და ეფრატზე ვაჭრობა გააადვილეს. ტიგროსი და ეფრატზე ამ პატარ-პატარ ნავებით, იალქნიან ნავებით მოძრაობდნენ და ამა თუ იმ ქალაქებში ვაჭრობდნენ შუმერები. ჩვენ ურზე ვისაუბრეთ, მაგრამ ერთი რაღაც თემა გამოგჩა, ეს არის ურის სტანდარტი და ამას უნდა შევეხოთ აუცილებლად. ეს არის ურის სამეფოს სასაფლაოდან აღმოჩენილი არტეფაქტი, ურის სტანდარტი, შუმერული სახელმწიფოს ვიზუალური შეჯამებას წარმოადგენს. ეს პატარა ხის ყუთია, მორთულია ნიჟარის, ლაპის, ლაუზისა და წითელი კირქვის მოზაიკით, ასახავს ორ კონსტრატულ სცენას, რომლებიც ხშირად განიმარტება როგორც ომი და მშვიდობა. მოდი ვისაუბროთ ომზე ჯერ. ომის პანელი ეს ხარი ასახავს სახელმწიფოს სამხედრო ფუნქციას. ქვედა რეგისტრში გამოსახულია 4 თვალიანი ეტლები, რომლებიც მტრებს თელავენ. შუა რეგისტრში ჩანს ჯარისკაცები, რომელიც ტყვეები მიჰყავთ. ზედა რეგისტრში მეფე, რომელიც იერარქიული მასშტაბით სხვებზე დიდია, ცენტრში დგას, ხოლო ჯარისკაცები მათ ტყვეებს წარუდგენენ. მშვიდობის პანელი ეს ხარი ასახავს სახელმწიფოს საშინაო და ეკონომიკურ ფუნქციას. რეგისტრებში გამოსახულია ფიგურები, რომლებიც ხარკი მოაქვთ მეფისთვის. ზედა რეგისტრში მეფე კვლავ ცენტრალური ფიგურაა, რომელიც სხვა დიდებულებთან ერთად კეიფობს მუსიკის თანხლებით და ეს არის სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული კეთილდღეობისა და წესრიგის სცენა, ასეთ შეგვიძლია ვთქვათ.
ერთი რამ აუცილებლად უნდა ვახსენოთ, მიუხედავად არქეოლოგიური და ტექსტუალური მონაცემების სიუხვისა, შუმერების წარმოშობის საკითხი კვლავ რჩება გადაუჭრელ საიდუმლოდ რჩება ფაქტობრივად, იმიტომ რომ შუმერული ენა არის იზოლირებული ენა, რაც ნიშნავს, რომ მას არ აქვს ცნობილი გენეტიკური კავშირი არც ერთ სხვა ენათა ოჯახთან. ამ ლინგვისტურმა ანომალიამ წარმოშვა ის, რასაც მეცნიერები შუმერულ პრობლემას უწოდებენ და გასული საუკუნის განმავლობაში ამ საკითხზე მრავალი თეორია შემუშავდა. ადრეული თეორიები ვარაუდობდნენ, რომ შუმერები იყვნენ დამპყრობლები, რომლებიც მესოპოტამიაში, ირანის მთიანეთიდან ან ცენტრალური აზიიდან მოვიდნენ და სხვა ჰიპოთეზები მიუთითებდნენ, რომ სამხრეთიდან სპარსეთის ყურის სანაპიროებიდან მოახდინეს მიგრაცია, ინდის ველის ცივილიზაციასთან შესაძლო კავშირი ჰქონდათ. თანამედროვე მეცნიერები კი ამ თემასთან უფრო ფრთხილები არიან, ისინი მით უმეტეს, როდესაც ერიდუში გათხრები ჩატარდა, ამოვიდა ისეთი ფენები, რომ კულტურული ბმა აქ ფაქტობრივად შეწყვეტილი არ არის და დიდი შემოსევების კვალი არ აღინიშნება. ამიტომ თანამედროვე მეცნიერები თვლიან, რომ ეს პრობლემა, ანუ შუმერული პრობლემა ფაქტობრივად ცოტა ცუდად არის ინტერპრეტირებული და შუმერები სამხრეთ მესოპოტამიაში მცხოვრები ადგილობრივი ხალხი იყვნენ, რომლებმაც შექმნეს თავის ენა, თავის დამწერლობა და დიდი როლი ითამაშეს პირველი ცივილიზაციის განვითარებაზე. საბოლოო ჯამში რამ გამოიწვია შუმერული ცივილიზაციის დაცემა, რომ შევაჯამოთ თემა. შუმერული ცივილიზაციის საბოლოო დაცემა სავარაუდოდ გაუთვალისწინებული ეკოლოგიური შედეგებმა გამოიწვია. სწორედ ის სასოფლო-სამეურნეო მიწები და ის ინოვაცია, ის არხები, რომელიც მათ გაჰყავდათ, რა თქმა უნდა, სარგებელს იღებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ შუმერული ცივილიზაციის განადგურების მიზეზიც ეს გახდა. და ეს პროცესი რა არის ახლა? პროცესი ცნობილია როგორც ნიადაგის დამლაშება, ტიგროსი და ეფრატის მდინარეებიდან სარწყავად გამოყენებული წყალი ბუნებრივად შეიცავდა გახსნილ მინერალურ მარილებს. მესოპოტამიის ცხელი და მშრალ კლიმატში აორთქლების მაღალი მაჩვენებელის გამო, წყლის აორთქლების შედეგად ეს მარილები რჩებოდნენ ნიადაგში და თანდათან გროვდებოდნენ და საუკუნეების განმავლობაში ნიადაგში მარილის კონცენტრაციამ ტოქსიკურ დონემდე მიაღწია. მრავალი კულტურისთვის ეს დამღუპელი იყო, ეს ამ ეკოლოგიურ დეგრადაციამ დაასუსტა მათი სასოფლო-სამეურნეო ბაზა. უძველესი ჩანაწერები აჩვენებს, რომ ეს მიწის მუშაკები იძულებული გახდნენ უარი ეთქვათ ხორბლის მოყვანაზე და გადასულიყვნენ უფრო მარილგამძრე ქერზე, თუმცა საბოლოოდ ქერის მოსავლიანობაც კი მკვეთრად დაიცა, რადგან ნიადაგი სულ უფრო და უფრო ხდებოდა მარილის შემცველობით, ანუ იმლაშებოდა, შეგვიძლიათ ასეც უწოდოთ და უნაყოფო ხდებოდა ამის გამო. ეპოქის დასასრულს რომ შევეხოთ, ამ ეკოლოგიურმა კრიზისმა შუმერული ქალაქის სახელმწიფოები შიგნიდან დაასუსტა, სასოფლო-სამეურნეო ბაზის კოლაფსმა გამოიწვია ეკონომიკური დაცემა, შიმშილი, სოციალური არეულობა, რამაც ცივილიზაცია გახადა დაუცველი. და დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 2004 წელს დასუსტებული ურუს მესამე დინასტია საბოლოოდ დაამხეს დამპყრობლებმა, კერძოდ ელამელებმა და აღმოსავლეთიდან ამორეველთა ტომებმა და ამის შემდეგ შუმერები და მათი ქალაქ-სახელმწიფოები როგორც პოლიტიკური და ეთნიკური ერთეული დასრულდა, თუმცა მათი კულტურა არ გამქრალა. მომდევნო ცივილიზაციებმა, განსაკუთრებით აქადელებმა და ბაბილონელებმა მიიღეს და მოირგეს შუმერული ლურსმული დამწერლობა, ღმერთების პანთეონიც იგივე გადაიტანეს. ლიტერატურის ფორმები და სამეცნიერო ცოდნა თავად შუმერული ენა 1000 წლეულებზე მეტხანს გადარჩა, როგორც პრესტიჟული კლასიკური და რელიგიური ენა, ასევე როგორც შევადაროთ, შეგვიძლია ეს შევადაროთ როგორც ლათინური ენა. დღესდღეობით ეს მკვდარ ენად ითვლება, მაგრამ მედიცინაში და თუნდაც კათოლიციზმში დღემდე ლათინოპაპიში დღემდე ლათინურად მიდის იქ ეკლესიაში მსახურობა. შუმერის დაცემა ისტორია
ფაქტობრივად ცოტა ირონიულია ის, რაც ერთ-ერთი ინოვაციური გამოგონება იყო ეს ირიგაციული სისტემები არხების გაყვანა და უერწყათ მიწები. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გახდა მიზეზი, რაც შუმერული ცივილიზაცია დაასრულა. შუმერის ანალიზით, ფაქტობრივად ამ ცივილიზაციის ანალიზით იწყება თიხის ფირფიტაზე დაფიქსირებული იდეებით, რომ დაუშვათ მეფობა როგორც მოწესრიგებული საზოგადოების მეტაფორა ზეციდან მომდინარეობს, ეს შუა საუკუნეებშიდაც გვაქვს ეგეთი რაღაცები ევროპაშიდაც და თუნდაც საქართველოშიდაც არის ნახსენები, რომ დაუშვათ ეს ბიბლიური წარმოშობა არის და ეს ღმერთისგან დაწესებულია, ეს ამ მხრივ პარალელი შეგვიძლია გავავლოთ. პირველი დაწერილი კანონები უშუალოდ შუმერულ ცივილიზაციაში ხდება, პირველი ეპიკური ლიტერატურა შუმერულ ცივილიზაციაში ხდება, პირველი რეგიონალური იმპერია შუმერების ეპოქაში ხდება, თავისთავად ეს მათემატიკური მიგნებები და ასე შემდეგ, ბორბლის გამოგონება, დამწერლობის გამოგონება და აი უდიდესი როლი მიუძღვით კაცობრიობის წინაშე. შუმერებმა ჩაუყარეს საფუძველი ურბანული და სახელმწიფო დონის საზოგადოების ფუნდამენტურ მოდელს ფაქტობრივად, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა. დასასრულისკენ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შუმერების მემკვიდრეობა არ შემოიფარგლა მხოლოდ სამუზეო ექსპონატებით. ის ინტეგრირებულია ფაქტობრივად თანამედროვე ცხოვრებაში, ეს დროის გაზომის სისტემა, სამოცივნის სისტემა პირდაპირ შუმერულ ცივილიზაციასთან გვაკავშირებს, იურიდიული კონტრაქტი, ასევე დიდი ქალაქები, ეს დინამიური ცენტრის იდეა შუმერულია პირდაპირ. ასევე თუნდაც ეს იდეა, რაც გილგამეშის ეპოქაში არის, ეს სიცოცხლე სიკვდილის დაპირისპირება დღევანდელ საზოგადოებაში ადამიანებსაც ყოველთვის აქვს ეგ, რომ მემკვიდრეობა დატოვოს და უკდავყოს ამ სამყაროშიდაც თავისთავი. და ბოლოს დამწერლობას რო შევეხოთ, მათ მიერ დატოვებული ეს თიხის ფირფიტები უფრო მეტია ვიდრე არქეოლოგიური არტეფაქტები, ეს არის ფაქტობრივად ცივილიზაციის გარიჟრაზე შექმნილი დოკუმენტები, რომელიც უდიდეს როლი ითამაშა ამ ცივილიზაციის განვითარებაში და დასაბამი იყო ცივილიზაციების.